მერი რომელიც მესამე ვადით არის ძალით შემოტენილი თბილისელებზე და მთავარი ერთ-ერთი დაპირება რომელთაც ამ ქალაქის თავში მოვიდა სიტი პარკის ჯარიმების გაუქმება და სიტი პარკის მოშორება ამ ქალაქიდან უკვე 8 წელია თბილისელების ჯიბეებიდან ხელს არ იღებს, ჩაყოფილი აქვს და არ იღებს და ეს უჯდება თბილისელებს 14 მილიონი ლარი უკვე აგერ რამოდენიმე თვეში. ლაპარაკი არის კოლოსალურ ჯარიმებზე, გაათმაგებულ ჯარიმებზე, გახუთმაგებულ ჯარიმებზე, ნებისმიერ ქმედებაზე, ყველა გაფართხალებაზე, ფაქტობრივად თბილისში. თბილისელებმა პარკირების ადგილების მაგივრად, უკეთესი ქალაქის მაგივრად მიიღეს კოლოსალურად გაზრდილი ჯარიმები, მერი რომელიც მათი ჯიბეებიდან ხელს არ იღებს, არავით არის ახალი საპარკინგო ინფრასტრუქტურა არც ცენტრალურ ქალაქში, არც გარეუბნებში, სრულიად მოუწესრიგებელი და ამორტიზებული გზები და მოძრაობის სისტემა და სრული სატრანსპორტო კოლაფსი და ქაოსი, რომელიც მიყვება თბილისს ჩვეულებრივ რაღაც სავიზიტო ბარათად. თბილისი ხდება საცობების ქალაქი, თბილისი ხდება კორპუსების ქალაქი და თბილისი ხდება მილიონერი და მილიარდერი მერის და მისი გარემოცვის ქალაქი, რომელიც ბანდიტურად დაეპატრონა აბსოლუტურად ყველაფერს ამ ქალაქში.